კლასიკური მუსიკის საღამო სასტუმრო ამბასადორში სახელოვნებო ინდუსტრია არტ პალასის ორგანიზებით კახეთში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ცნობილი მუსიკოსები გაერთიანდნენ. შობის დღესასწაულზე მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ამბასადორში საზეიმო ვახშამიც გაიმართა. ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში დირიჟორმა დანიელე აჯიმანიმ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საშობაო საღამოს განწყობა შექმნა და გრანდიოზული კონცერტი გახსნა. ცნობილი არიებით მიულოცეს შობა მოწვეულ სტუმრებს საქართველოში სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოსულმა ქართველმა საოპერო მომღერლებმა. ახალგაზრდა შემსრულებლებს მოულოდნელად სცენაზე მედია ამირანაშვილი შეუერთდა. მე ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, რადგან დღეს მომიწია არაჩვეულებრივ სცენაზე, არაჩვეულებრივ გარემოში და რაც თავარია გენიალურ პარტნიორებთან ერთად სიმღერა. აქ იმხელა კალიბრის და ისეთი ჩემი მეგობრები მღერიან და ისეთი ატმოსფეროა და ისეთი ლამაზი სასტუმრო და ისეთი ადამიანებია ჩემს გარშემო, რომ ამ საახალწლო საშობაო გალამ გადაწონა ის, რაც ვენაში იყო. ანიტა რაჭველიშვილთან ერთად სოფლიოს წამყვანი სცენების შემდეგ პიანისტ დავით ალადაშვილის ახალ მუსიკალურ პროგრამას არტ პალასის საშობაო კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმო. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვართ და ეს სიამოვნება ვაჩვქეთ მსმენელს. უერთები ანიტას ემოციებს, ყოველთვის განსხვავებული და განსაკუთრებულია მაინც ქართველი მსმენელისთვის შესრულება, განსაკუთრებით აი ამ სახის პროგრამით, რომელიც ასე ვთქვათ არასდროს არ ვიცით რა მოხდება სცენაზე. კამერული ორკესტრისა და მუსიკალური ბენდის თანხლებით ახალგაზრდა ქართველმა შემსრულებლებმა ცნობილი ჰიტები შეასრულეს. შედგა ისეთი საღამო, რომელიც მსგავსი საქართველოში არ ყოფილა დამეთანხმება ტელემაყურებელი, რომელიც იხილა სულ მალე ამ საღამოს. ეს არის მართლა საჩვენებელი საღამო, შეიძლება რომ მთელ მსოფლიო მოყუროს თუ რა მოხდა დღეს თბილისში, საქართველოში უბრალოდ აქ აჭრეთში ამ სცენაზე. საღამო ტრადიციულად საშობაო სიმღერით დასრულდა. არტ პალასის გრანდიოზულ კონცერტს მალე მაყურებელი იმედის ეთერში იხილავს.